რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, უკვე დიდი ხანია მიზან მიმართულად ახორციელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას. აეროპორტი უკვე ფაქტობრივად ამუშავებულია 7 თებერვალს ჩვენ ყველას გვახსოვს ის საპილოტე ფრენა მოსკოვიდან სოხუმში, რომელიც უფრო იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გუმბას სასარგებლოდ და შემდეგ უკვე გაკეთდა განცხადებები ძალიან მაღალ დონეზე, რომ 3 მაისს დაიწყება უკვე რეგულარული ფრენები მოსკოვიდან, თუ არ ვცდები 6 მაისს ნიჟნი-ნოვგოროდიდან და მერე კიდევ გეგმაში არის სხვა ქალაქებიდან ფრენების განხორციელება. ეს არის სრული უკანონობა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. საჰაერო სამართლის საერთაშორისო საჰაერო სამართლის საფუძველთა საფუძველი გახლავთ ჩიკაგოს კონვენცია, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წლებში 44 წელს დაიდო, გაფორმდა, მაგრამ 47 წელს ამოქმედა, ის დღემდე მოქმედებს ცალკეული დამატებებით. ეს არის უზარმაზარი დოკუმენტი, ძალიან დიდი დოკუმენტია თავისი დანართებით და ფაქტობრივად როცა კითხულობ ამ დოკუმენტს, ყოველი პუნქტი ეწინააღმდეგება ამ ფრენების აღდგენას რუსეთის ფედერაციის მიერ. არადა რუსეთი მონაწილეა ამ შეთანხმების, ასე რომ ის ვალდებულია დაიცვას.